აი ყოფილვარ მე ეგეთ გადასაღებ მოედანზე, რომ ელემენტარულად წყალი რო უთხოვია მსახიობს, ეს გონებიათ რაღაცა, ეგონათ პრეტენზია რა, რაც არის სრულიად სასაცილო მოცემულობა, იმიტომ რომ სულ ეს მაგალითი მომყავს ხოლმე, რომ როგორც კამერა ალექსას დაყვება 3 ადამიანი და წმენს და რამე არ დაუზიანდეს და რაღაცა დაჭირდეს, ზუსტად იგივენაირად მსახიობის ინსტრუმენტი არის სხეული. მე თუ წყალი არ დავლიე, დავიხსჯე როგორც ახლა ვახველებან, დაღლა თუ დამეტყო სახეზე, თამაში დაღლას ვერ უშველის. ვერასდროს, ან ვერავინ ვერ ითამაშებს იმას, რაც ან ვერ გადაფარავს იმას, რაც სხეულში ჭირს და ამიტომ არის ხოლმე რაღაც სკოლები სპეციალურად, ან ტრეილერები რატო აქვს მსახიობებს უცხოეთში ცალკე გამოყოფილი რა? იმიტომ კი არა, რომ ჭირდებათ პირობა, რომ ვაიმე პრეტენზიულები არიან. არა, პრეტენზიულები კი არ არიან, იმიტომ რომ სხეული დაასვენონ და მოასწრონ გადამეორება როლის, იმიტომ რომ სეტზე მე მიმუშავია სხვა პოზიციაზე, მაგალითად არამსახიობის პოზიციაზე, ასწრებ დასვენებას ყოველთვის სხვა პოზიცია როცა გაქვს რა. მსახიობი ვერ ასწრებს დასვენებას, იმიტომ რომ როცა ჭამს, ფიქრობს ტექსტზე